Солидарობა გამოუცხადო კიდევ ერთხელ პოლიტპატიმრებს, სინდისის პატიმრებს, ხოლო რაც შეეხება ამ ბოლო კანონს. როგორც გიორგი ბრძანა ეს მოსალოდნელი იყო. მე ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო გაამკაცრებს, არ ვიცი რა სიგიჟეს მოიგონებს კიდე ივანიშვილი თავის პაშთან, კობახიძესთან ერთად, მაგრამ გამოსავალი არის ერთი. ყველაზე კაი თავდაცვა არის თავდასხმაზე გადასვლა. ჩვენ დაგვიდგა ახლა ის დრო, როცა ის ადამიანები, რომლებიც იქ დგავართ, გადავიდეთ თავდასხმაზე. რას ნიშნავს თავდასხმას? არა. მე არ მეშინია ტერმინების, მე მზადა ვარ. ჩემს მეგობრებთან ერთად, მთელი ოჯახი. მთელი ოჯახი. მაგისი არ მეშინია. უკანონო პატიმრების და ჩემი სოლიდარობა თვითონ მათგანს. მაგისი არ მეშინოდა, მას შევარდნაძის დროიდან. ასე რომ ამას ჩვეული ვარ. რას ნიშნავს თავდასხმაზე გადასვლა? დაუმორჩილებლობას. ჩვენ ერთი ნაბიჯი გიორგის აბსოლუტურად ვეთანხმები, ჩვენ ერთი ნაბიჯი უნდა გადავდგათ წინ. თორე ჩვენ ახლა რო გავჩერდეთ, ესენი სახლში შემოგვივარდებიან. ესენი, აი, გახსოვთ ხო ფილოსოფოსი შათირიშვილის განცხადება. თქვენო საქართველოს უნდა დატოვოთო. ჩვენ უნდა დავრჩეთო საქართველოში. ემიგრანტებს რა უთხრეს? თქვენ ხმისუფლებაც არა გაქვთ. ესე იგი, საქართველო როგორ იქნება, როგორ განვითარდება, ქვეყანა ევროპისკენ წავა, განვითარდება თუ რუსულ ჭაობში ჩაიხრჩობა, ეს უნდა გადაწყვიტოს შათირიშვილის ნაირებმა, კობახიძის ნაირებმა. ჩვენ ამისი უფლება თუ მივეცით ამათ, კიდევ უფრო მეტად დაგვიპირისპირდებიან. ამიტომ მე არ ამგონია, რომ ეს კანონი, როგორც სხვა კანონებმა არ იმუშავა, იმუშავებს. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ეს ერთი არის როგორ ფიქრობთ ბატონო კახა აი რატომ ამკაცრებენ ოღონდ თან ერთის მხრივ ამბობენ რომ 50 კაცია 100 კაცია იქ და ვითომსა და სინამდვილეში მათი დღის წესრიგი არის მხოლოდ და მხოლოდ იმაზე მიმართული რომ როგორმე მოახრჩონ მოგუდონ აი ეს პროტესტი აი რა შეიძლება იყოს ამ ასეთი სიმკაცრის მიზეზი ეს არის დაუშვათ შიში რაღაც ნერვები ეშლება ივანიშვილს და ძილი დაუფრთხა თუ აი რა შეიძლება თავადვე უპასუხე ეხლა შეკითხვა შენს დასმულ შეკითხვას უპასუხე თავადვე რა თქმა უნდა შიში და ის ვერიტანს პროტესტს ის ვერიტანს თავისუფალ ადამიანებს ერთხელ თქვი ეთერში ეხლაც გავიმეორებ ნამეტარი მაღალი გაქვს შენ თავისუფლების ხარისხიო მითხრა ბიზინა ივანიშვილო მე ვთქვი მე სხვა არაფერი არ მაქვს მეთქი ამის გარდა ვიციო ის ვერიტანს თავისუფალ ადამიანებს ის ვერიტანს პროტესტს ის ვერიტანს ბრძოლას გახსოვთ მისი კიდევ ერთი რეფერენი თუ შეიძლება ესე თქვას ჭკვიანი ადამიანი ცეხეში არ მოხდება ამიტომ ყველაფერი არის გასაგები ჩვენ თუ იქ 50 კაცი ვდგევართ, რა გახდეს საკანონმდებლო ცვლილებები და რა გახდეს დაჩქარებული წესით ამდენი კანონის მიღება. არ აქვს გრიგორიც კარგად საქმე, ნერვიულობს. არ შველის გრიგორიც ის, რასაც მისი პაჟები აკეთებენ. კიდევ უფრო მაგრამ უნდა წაგვიჭიროს ყელში და მოგუდოს, მაგრამ ბოლოს ვინ დარჩება მოგუდული, მაგას ვნახავ. და კიდევ ერთი ხაზგასმით მინდა ეს აღვნიშნო. ბიძინას თავისუფლების ხარისხი სულ უჭირს ეს თავისუფლების ხარისხი და ამაზე საუბრობს ამახვილებს ყურადღებას. ეხლა არის ნულის ტოლი. ბიძინა გახდა კრემლის მარიონეტი უკვე ცალსახად და დეკლარირებული. ეჭმიტანილია რომელიც უმძიმეს დანაშაულში ეს არის კაცობრიობის წინაშე დანაშაული და პირველ რიგში საკუთარი ერის წინაშე დანაშაული მათ აიკრეს გეუბნებით ბიჭებო მე თქვენ აიკარეთ უკვე შუბზე იარლიღი საკუთარი ერის მომწამლელის ამიტომ ყველაფერი ერთად ეს რო შევაგროვოთ და შევხედოთ ხელისუფლებას ვიღაცები ლაპარაკობენ რომ ხელისუფლება ძლიერია ეს არის ძლიერი ხელისუფლება სისუსტის